სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულებები დასაშვებია, მაგრამ ჩვენ უნდა გვახტოს სოვდეს, რომ ჩვენს უკან ჩვენი სამშობლო. ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა სამების ახალგაზრდულ ცენტრში ახალგაზრდული პარლამენტის წევრებთან შეხვედრისას განაცხადა. უწმინდესმა ახალგაზრდები და ლოცვა და მოქმედებით მიმართა. ღონისძიების დასრულების შემდეგ პატრიარქმა ახალგაზრდა პარლამენტარებს სამახსოვროდ ხატები გადასცა და თავადაც მიიღო სამახსოვრო საჩუქარი. 2013 წლის მოწვევის საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის პირველი სხდომა 2 მაისს გაიმართება. აი ბოლო დროს სიდა პლანზე წამოიჭრა პოლიტიკური პარტიების როლი. იმდენად დაუპირისპირდნენ ეს პარტიები ერთმანეთს, რომ დაავიწყდათ საქართველო. აი ამიტომ წინა გამოსვლელმა თქვა, რომ შეიძლება იყოს სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულება ჰქონდეს ადამიანს. ეს დასაშვებია, ეს ასე უნდა იყოს, რა თქმა უნდა. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ის, რომ ჩვენს უკან ჩვენი ერია, ჩვენი სამშობლოა. მე მიმაჩნია, რომ ჩვენი ახალგაზრდობა ბრძენია და უფრო ღრმად შეხედავთ ამ პრობლემებს, რომლის წინაშე ჩვენ დგავართ. ახალგაზრდული პარლამენტის წევრების ინიციატივით უწმინდეს გადაეცა მადლობის ჯილდო და საინტერესოა, რომ ამ მადლობის ჯილდოში არის გამოსახული ერთიანი საქართველოს კონტურები, რაც ხაზს უსვამს და მნიშვნელობას უსვამს ზოგადად პატრიარქის როლს არა მხოლოდ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის თვალსაზრისით, არამედ ქვეყნის პოლიტიკურ სახელმწიფოებრიობის მთლიანობის კუთხით. ასე რომ ჩვენთვის დღევანდელი დღე არის მართლაც რომ ბედნიერება, რომ ჩვენ მივიღეთ პატრიარქის ლოცვა-კურთხევა და ახალგაზრდული პარლამენტის დაწყებული საქმე, იმედი მაქვს იქნება ძალიან ღირსეული და რაც მთავარია ქვეყნისთვის სასარგებლო და მისი სიყვარულით ახსოვსე.